რეპრესიები გრძელდება სასამართლოს ხელითაც გადაწყვეტილ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლო. ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ათობით პროცესზე ასამართლებებს ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. სისხლის სამართლის კოლეგიამ განიხილა მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული მათე დევიძის საქმე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. გამოიკითხა პოლიციელი და გამომძიებელი. ნიკა საჯაია გვიერთდება ახლა საქალაქო სასამართლოდან დეტალებით პირდაპირ ეთერში. 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი დღეისთვის უკვე დასრულებულია. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და საქმეში არსებული ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც არის დაზარალებული, აღნიშნავს, რომ მას მათე დევიძემ ხელჯოხი სახის არეში მოარტყა, თუმცა ტკივილი უკან განიცადა, რაც ადვოკატის თქმით არის უკვე შეუძლებელი. ასევე დღეს კიდევ ერთი პოლიციელი გამოიკითხა, რომელიც ამბობს, რომ მას გაუჩნდა ეჭვი, რომ მათე დევიძემ ჯოხის ტარი მოიქნია პოლიციელების მისამართით. ფაქტობრივად ეს არის ორი ჩვენება, რომელსაც იურისტი აფასებს, რომ არის ერთმანეთთან შეუსაბამო, რითაც ასამართლებენ მათე დევიძეს, თავად ის ბრალს არ აღიარებს, რაც შეეხება საქმის პროკურორს, რომელთანაც ჩვენ ბუნებრივია გვქონდა კითხვა, მათ შორის სამართლებრივი შეფასებები და ასევე აქვს თუ არა საქმეში ნეიტრალური მოწმეები, ამასთან დაკავშირებით მას კომენტარი არ გაუკეთებია. გამოიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის დაზარალებულიც გიორგი ესტატეშვილი. ესტატეშვილმა ასეთი ჩვენება მისცა სასამართლოს, რომ ზურგის მიდამოში განიცადა ტკივილი, შემოbrunდა და დაინახა მათე დევიძე ჯოხით ხელში. მან ჩათვალა, რომ დაარტყა მათემ ჯოხი. ჟამერაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ასეთი ჩვენება, რომ მათე დევიძემ მას ჯოხი გადაარტყა წინიდან, ხოლო დაზიანება მიიღო და ტკივილი განიცადა უკანა მხარეს ბეჭის არეში. ასევე დღეს ბევრი პროცესია ჩანიშნული სამოქალაქო კოლეგიაში, სადაც ასევე ასამართლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს დიპლომატ გიგი გიგიაძის სასამართლო პროცესი, რომელსაც გზის უკანონო გადაკვეთას ედავებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც გაიმართა მარში. თამარ გიგიაძეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ტელევიზიებიდან ამოღებული ვიდეო მასალები. კერძოდ თუ როგორ ხდებოდა აქციები და სწორედ ამის თაობაზე ხდება უკვე დავა ადამიანებთან. ასევე ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ დაკავებულ გოგონას, რომელიც დააკავეს მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ ყაველაშვილის ინაუგურაცია მოუწყო და მან წარმოგვიდგინა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ის დააკავეს კაცმა პოლიციელებმა, თუმცა სასამართლოს ხდომაზე გამოჩნდნენ ქალი მოწმე პოლიციელები, რომლებიც იბრალებენ, რომ თითქოს ის მათ დააკავეს. თავის მხრივ ბრალდებულიც უпростоრად სამართალდამდგმელად ცნობილიც და მისი იურისტიც ამბობს, რომ ეს უკვე არის სრულ ჩვენება. ამავდროულად ისინი აცხადებენ, რომ სრულიად სხვა რამ დასტურდება იმ ვიდეო ჩანაწერებში, რომელიც მედია საშუალებების მიერ არის აღებული. ამავდროულად იურისტი ამბობს, რომ არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავების, ვინაიდან აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი იმ კონკრეტულ დროს გადაკეტილი არ ჰქონდათ. ძალიან კარგად ჩანაცვლებაშიც, რომ ყველგან შესაძლოა პატრულის თანამშრომლებიც, ესე ვთქვათ, შავოსნებით მამაკაცები იყვნენ და სხვა რანგის პოლიციელებიც, რომელსაც რაღაც ლურჯი ფურთუკები ესვენ, სულ პოლიციელები იყვნენ. ქალები არ იყვნენ საერთოდ? საერთოდ ქალები არ იყვნენ. თქვენს პროცესზე რო ამტკიცებდნენ, რომ ქალებმა დააკავეს. დიახ, ჩემს პროცესზე მოვიდა ორი ქალბატონი მოწმე. ეს ორი მოწმე, რომელსაც სასამართლომ ჩათვალა, რომ კეთილსინდისიერი მოწმეები იქნებოდნენ და გამოდგებოდნენ ჩემს დასადანაშაულებლად. მტკიცებდნენ, რომ იყვნენ იმ ადგილზე, ამბობდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ჩავსვით, მაგრამ ვიდეოში და ჩვენ სამობეჭდო სურათებშიც კარგად ჩანს, რომ მანქანის ირგვლივ, ანუ მიმდებარე ტერიტორიაზე, არც იქით კართან არ ჩანს ქალბატონი, არც აქეთ კართან ქალბატონი არ ჩანს. და ეს წუთია, როგორც მატყობინებენ, დასრულდა გიგი გიგიაძის საქმის განხილვა. ჯერჯერობით მას სასამართლო დარბაზი არ დაუტოვებია და როგორც ჩვენთვის არის ასევე ცნობილი, გადაიდო საქმეზე გამოცხადება მარტის თვისთვის. მაშინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული წესის დარღვევას, კერძოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჭავჭავაძის გზის გზაზე, თუ ვთქვათ, მსვლელობაში მონაწილეობდა ის და ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა, რომ არის დარღვევა, მიუხედავად იმის, რომ
იურისტებიც საუბრობენ, რომ არანაირი გაფრთხილება პოლიციის მხრიდან არ ყოფილა, რომ ეს იყო კანონს საწინააღმდეგო ქმედება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა ათეულობით მსგავსი პროცესია ჩანიშნული.